მე ვარ ბარბარე დათიაშვილი 11 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფრენბურთი, ცეკვა და სიმღერა. ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 5 წელია ვცეკვავ ანსამბლ ლილეში. პატარა რო ვიყავი, სულ მინდოდა ცეკვაზე შევსულიყავი და დედას ვუნებოდი შემიყვანა. ისე ძალიან მომწონს ცეკვა, რომ არ ვაპირებ გამოსვლას. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილია სცენაზე დგომ. უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი და უფრო მომეწონა მეორე. იმიტომ რომ ცეკვა იყო ადვილი და ლამაზი. ძალიან კარგად ვიცეკვეთ, ყველას მოეწონა და ყვავილებიც მაჩუქეს. ვინ მაჩუქა და ჩემმა საყვარელმა მომიგო. ლილეში ჩემი ქორეოგრაფია ნუგზარ მიქელაძე. ის არის მხიარული, ცოტა მკაცრი და სამართლიანი. ჩემი საყვარელი ცეკვა აფხაზური. საყვარელი ილეთია მე რომ ახლა კარგი მოცეკვავები იყო, ვისურვებდი სოლო კონცერტი მეცეკვა თბილისში. მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს საშუალო, უნდა იყოს თეთრი, მქონდეს შავი ქამარი და ქართული ორნამენტები. ჩემი გეგმა არის რომ ვიცეკო კიდე 10 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბავშვებთან ერთად ვერთობი, ვხალისობ და გაკვეთილებს კარგად ვსწავლობ. ჩემ კლასში ყველა მხიარულია. ძალიან მხიარული კლასია და ვერცეთ ბავშვს ვერ გამოვყოფ. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია მერი ჯიჯავაძე. მას უყვარს ბავშვები, მხიარულია ზოგჯერ მკაცრიც. და კიდევ ძალიან უყვარს თავისი საქმე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. უფრო პატარა რო ვიყავი, მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა კონკია. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები თინეიჯერი. მე ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა. სახლში მაქვს მიკროფონი, მაგრამ სამწუხაროდ გაფუჭებულია. სახლში ხშირად ვაწყობ ჩემს კონცერტებს. ყველაზე კარგი მსმენელია ჩემი ძმა. ჩემი საყვარელი სიმღერაა გელოდები. ახლა მიკროფონი რომ მქონდეს, სიამოვნებით გიმღერებდით. ბევრჯერ მიფიქრია მემღერა დიდ სცენაზე. ზოგადად სცენა ძალიან მიხდება ცეკვაშიც და სიმღერაშიც. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ჰქვია ილია. ის არის ჭკვიანი, ცელქი, ცოტა ზარმაცი და ლამაზი, სიმპათიური. ჩემი ძილი რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მეგობრული, მხიარული, სიმპათიური და მშრომელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და მეგობრული. მე ვარ კარგი დიასახლისი, იმიტომ რომ სახელსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის სოუსი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ელისი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი ფილმია საოცრება. ჯადოს ნურჯოხი რომ მქონდეს, გავიჩენდი პრინცესას სასახლეს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ბარბარე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ქეთი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ფრენბურთი. ფრენბურთი იმიტომ შემიყვარდა, რომ ტელევიზორში ვუყურე და ძალიან მომეწონა. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს წრეში ბურთი. ჩემი ნება რომ იყოს, ავკრძალავდი ნარდის თამაშს. იმიტომ რომ ნერვებს მიშლის კამათლების ხმაური. ბედნიერება არის დიდ სცენაზე ცეკვა და დედიკოს ჩახუტება. და რა თქმა უნდა, მამიკოს ჩახუტებაც. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.